იცოდი, ნიუ-იორკში, მანჰეტენის ცენტრში ერთი საზარელი საათი დგას. სახელად კლიმატ კლოკი. იგივე კლიმატური საათი. ის დროს კი არ გვიჩვენებს, არამედ იმ წამებს ითვლის, რაც კატასტროფამდე დაგვჭა. ციფრები წითლად სიმციმებს და ყოველ წამს აკლებს. ეს არ არის დაშინება, ეს არის კაცობრიობის ბოლო გაფრთხილება. დედამიწა გადახურდა და მას სასწრაფო გაციება სჭირდება. ჩვენი პლანეტა დღეს გავს მანქანას, რომელიც ჩაკეტილი ფანჯრებით მზეზე დგას. შიგნით ტემპერატურა იწევს, ჰაერი აღარ გვყოფნის და გამოსავალი მხოლოდ ერთია. უნდა დავიწყოთ მისი გაგრილება. როგორ დავიჭიროთ მზე და გავაციოთ ხმელეთი? თავარი გამოსავალი ჩვენს თავს ზემოთ არის. მზე ყოველთვის გვიგზავნის იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე მთელს კაცობრიობას სჭირდება. ჩვენი ამოცანაა ეს სხივები ხმელეთზე მოხვედრამდე დავიჭიროთ. უნდა დავიწყოთ მზის პანელების მასიური დამონტაჟება. თუ თითოეულ შენობას სახლს და გამოუყენებელ უდაბნოს მზის ბატარეებით დავფარავთ, ჩვენ არა მხოლოდ უფასო ენერგიას მივიღებთ, არამედ შევამცირებთ იმ სითბოს, რომელსაც დედამიწა შთანთქავს. მზის პანელი არის ფარი, რომელიც სხივს ელექტროენერგიად აქცევს, ნაცვლად იმისა, რომ მან მიწა გამოაშროს. შენობების სახურავები უნდა იყოს ან გამწვანებული, ან თეთრი, რათა მზის სხივი აირეკლოს და უკან კოსმოსში დაბრუნდეს. საჭიროა სისტემური დარტყმა კლიმატის ცვლილებაზე. მსოფლიო მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ მილიარდების ხარჯვა ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე. ეს ფული უნდა გადამისამართდეს მწვანე ტექნოლოგიების სუბსიდირებაზე. მზის პანელი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ოკეანეები შთანთქავენ ზედმეტი სითბოს 90%-ს. თუ მათ ნაგვით გავავსებთ, ისინი ფუნქციას დაკარგავენ. ამიტომ საჭიროა გლობალური აკრძალვა ოკეანეების დაბინძურებაზე. უნდა დავიწყოთ ტყეების მასობრივი გაშენება. ხე არის დედამიწის ბუნებრივი კონდიციონერი. ყველა ქვეყანამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ყოველწლიურად მილიონობით ხეს დარგავს, რათა ჰაერი გაიწმინდოს და ნიადაგი გაგრილდეს. კლიმატის საათი წიკწიკებს. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც ან უნდა დაამუხრუჭოს ეს პროცესი, ან უნდა უყუროს, როგორ ხდება ჩვენი საერთო სახლი საცხოვრებლად უარგისი. მზე ჩვენი მტერი კი არა, ჩვენი უდიდესი მოკავშირეა. თუ ვისწავლით მისი ენერგიის გონივრულად გამოყენებას. უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ბუნება ჩვენს გარეშე გადარჩება, ჩვენ ბუნების გარეშე ვერა. დედამიწა ჩვენი ოჯახივითაა და როგორც საკუთარ ეზო კარს უვლით, ისე უნდა მივხედოთ მთელს პლანეტას. მზის პანელი იქნება თუ ერთი პატარა ნერგი, ეს ყველაფერი იმისთვის ვჭირდება, რომ ხვალინდელ დღეს შიშით არ შევხვდეთ. ჩვენი წინაპრები მიწას ეფერებოდნენ და ისიც ათმაგად უბრუნებდა სიკეთეს. დღეს ჩვენს იგივე გვმართებს. არავინ მოვა და ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. ჩვენვე თუ არ მივხედეთ საკუთარ თავს. ნუ ვიტყვით, რომ ჩვენს მიერ ერთი ხის დარგვა ან ერთი პლასმასის ბოთლის არ გადაგდება ბუნებაში, არაფერ შეცვლის. ზღვაც წვეთებისგან შედგება. სანამ ცაზე მზეანათებს და ფეხქვეშ მიწა გვაქვს, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. თავარია დღესვე დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რას უტოვებთ ჩვენ შვილებს. ბუნება გვაძლევს შანსს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ყველაფერი კარგად იქნება.